როგორ და რაზე გვესაუბრება მხატვარი. თქვენს წინაშე წარმოდგენილია ჯუზეპე არჩიმბოლდოს ნამუშევარი. მანამ სანამ ამ ნამუშევარს განვიხილავთ, გავეცნოთ მხატვრის ბიოგრაფიულ მონაცემებს და მის შემოქმედებას. ჯუზეპე არჩიმბოლდო დაიბადა მილანში, მხატვრის ბიაჯიო არჩიმბოლდოს ოჯახში. წლების განმავლობაში მამასთან, ბიაჯიოსთან ერთად მუშაობდა ფრესკებზე და ვიტრაჟებზე. თქვენ წინაშე წარმოდგენილი არის მილანის საკათედრო ტაძრის ვიტრაჟის ფრაგმენტი. როგორც ცნობილია, ჯუზეპეს მამა ბერნარდინო ლუინის მეგობარი გახლდათ, რომელიც წლების წინ ლეონარდო და ვინჩის მოწაფე ყოფილა. ერთხელ ჯუზეპეს ბერნარდინოს შვილმა ლეონარდოს ჩანაწერები, ჩანახატები და ნახაზები აჩვენა. ნანახმა ახალგაზრდა ჯუზეპეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამის შემდეგ მხატვარმა ახალი ხედვითა და მიდგომით დაიწყო ნამუშევრებზე მუშაობა. და თუ ამ პერიოდის ჯუზეპეს ნამუშევრებს გადავავლებთ თვალს, აშკარად დავინახავთ და ვინჩის გავლენას. 1562 წელს ჯუზეპე იმპერატორ ფერდინანდ პირველის მოწვევით პრაღაში გადავიდა და იმპერატორების მაქსიმილიან მეორისა და რუდოლფ მეორის მფარველობით კარის მხატვარი გახდა. ამასთანავე ჯუზეპე გახდათ საიმპერატორო კუნსტკამერის ანუ იშვიათობათა კაბინეტის კურატორი და კარის დღესასწაულების ორგანიზატორი. ჯუზეპემ არაერთი საინტერესო ნამუშევარი შექმნა. ამიტომ არის რომ არჩიმბოლდოს სახელი ბევრისთვის მეტამორფულ, ფანტასტიკურ ნამუშევრებთან ასოცირდება. ახლა კი გთხოვთ, რომ ყურადღებით დააკვირდეთ ნამუშევარს სახელწოდებით მებაღე. ერთი შეხედვით თითქოს არაფერია უცნაური. სასურათე სიბრტყეზე ბოსტნეული სავსე მეტალის ჯამია წარმოდგენილი. თუმცა თუ ამ ნამუშევარს 180 გრადუსით შემოვაბრუნებთ, ხახვი ლოყად, სოკოები ტუჩებად, ბოლოკი ცხვირად, ძირხვენას ფოჩები თმად დაწვერად, ნახევრად დამტვრეული კაკლები თვალებად, მეტალის ჯამი კი ქუდად გარდაისახება. და ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნაჭურმორტი მებაღის პორტრეტად იქცევა. მხატვრის მაღალ ოსტატობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ნამუშევარში კარგად იკითხება პერსონაჟის ხასიათი.